ბათუმში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ამნისტია გამოცხადდა. დროებით იწესი საქართველოს პარლამენტმა 2 წლის ვადით დაამტკიცა. გადაწყვეტილება იმ ობიექტებს ეხება, რომლის მშენებლობა 2022 წლის 26 სექტემბრამდეა დასრულებული. დაინტერესებულმა პირმა ექსპლუატაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიმართოს. სამშენებლო სამართალდამღვევი, რომელსაც აღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე სამართალდამღვევის ჩადენის თვის პასუხისმგებლობა დაეკისრა და ჯარიმის თანხა გადახდილი არ აქვს, აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდება. აგრეთვე წყდება სამშენებლო სამართალდამღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული დროებითი წესით განსაზღვრულია მთელი რიგი წარმოსადგენელი დოკუმენტაცია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სეისმომედეგობისა და კონსტრუქციული მდგრადობის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოამზადოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა ან აკრედიტებულმა ორგანომ. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია უკვე განხილვა მოხდეს ექსპლუატაციაში მიღება ობიექტის.